საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეს ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდია. მე დავით ჭამუკაშვილი ვარ და მინდა დღეს მოგილოცოთ დებიუტი შედგება, ასე ვთქვათ, ჩვენს ძალიან კარგ ახალგაზრდასთან, ბატონ დაჩი ტერაშვილთან. ჩვენ ახლა პირველ გადაცემაში ერთად გამოვართ, მაგრამ ამის შემდეგ ყოველ ხუთშაბათს 19 საათზე ჩვენ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ ყოველკვირეული, ანუ ხუთშაბათს 19 საათზე დაუთმეთ ქართველ ახალგაზრდებს და ამ გადაცემას, ამ რუბრიკას ყოველთვის საუბრდება ბატონი დაჩი ტერაშვილი. და წარმატება მინდა მას უსურვო. შემდგომია ეს ეთერებში გქონდეს, კარგი ეთერები რომ გქონდეს, მრავალი ახალგაზრდა რომ მოვიდეს ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი და საერთოდ ჩვენი მიზანია რომ ის ქართველი ახალგაზრდები შემოვიერთოთ აქ, ვისაც მომავალში უნდა გადაეცეს კაბარის და ქვეყნის მმართველობის ბედი. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს, აწუყვე ჩვენს მაყურებელს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცით შანსი, მოგვეცით შანსი, დრო დაგვითმეთ დრო ახალგაზრდებს. და მომავალში კვირაში ერთხელ ახალგაზრდული ეთერი იქნება, გვეყოლება ძალიან წარმატებული, ჭკვიანი, ნიჭიერი ახალგაზრდები და ვისაუბრებთ, ვიფიქრებთ ქვეყნის საკითხებზე. დღევანდელ ეთერში კი ბატონი დავით ჭაბუკაშვილი იქნება ჩემთან ერთად და ვინაიდან და რადგან მოთელვა იქნება, ასე ვთქვათ, პირველი ეთერი. კი ბატონო. და ვინაიდან და რადგანაც ბატონი დავითი ძირითადად არის ხოლმე წამყვანის როლში, დღეს რესპონდენტის როლში ვიხილავთ. ესე იგი, ბატონო დავით, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ და გქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა საქართველომ 90-იანებიდან დღევანდელ დღემდე. დაინგრა საბჭოთა კავშირი, მოვიდა ეროვნული ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. რა პროცესები გაიარა, იმიტომ რომ თქვენ უშუალოდ მონაწილეობით ამ ყველაფერში და რა არის მიზეზი ქვეყნის დანგრევისა? კი ბატონო, კი ბატონო. რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე? როგორ მოვედით აქამდე? კი ბატონო. რა თქმა უნდა, მეც და ძალიან ჩემი ბევრი თანამებრძოლიც, რომლებიც დღეს კიდევ ცოცხლები არიან, კი ბატონო. მონაწილეობით ამ ისტორიულ დიდ პროცესში. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული გზა, აბსოლუტურად მაშინ საარჩევნო კანონიც არ არსებობდა, მხოლოდ იყო კომუნისტური პარტია და 99.99 იწერდა ყოველთვის, ეს ფორმალობა იყო. პირველი რაზეც აქცენტი გააკეთა ეროვნული მოძრაობის ლიდერმა ბატონ ზვიად გამსახურდიამ, უარი უთხრა 90 წელს მარტის არჩევნებზე და მთელი ეს საპროტესტო აქციები ზეწოლა მოახდინა იმ რეჟიმზე, რომ ქვეყანას მიიღო სამართლიანი დემოკრატიული არჩევნები. კი ბატონო. დღესაც ფაქტიურად აქ ვართ ისევ. დღეს ისევ ეს გზა გვაქვს გასავლელი სამწუხაროდ. და იცით თქვენ შემდგომში ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა ამ სამართლიანი საარჩევნო დემოკრატიული არჩევნებით. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი არჩევნები ჩატარდა მართლაც საქართველოს ისტორიაში, რომ იყო მართლაც სამართლიანი და დემოკრატიული ყოველგვარი გაყალბების და მაშინ ისეთი ინსტიტუტები არ იყო გაყალბებული. და ახლა პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს დამხობა განხორციელდა, ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ რუსეთი მონაწილეობდა, ეს ასე არ იყო. თავადაც ზვიად გამსახურდიამაც ეს ფორმულირება გააკეთა ზვიადმაც ასეთი, რომ მე დამამხეს საერთაშორისო იმპერიალისტებმა, ანუ იქ მონაწილეობდა როგორც რუსეთი, მაგრამ თავარი შემკვეთი ამ ყველაფრის იყო საერთაშორისო იმპერიაზე, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთი, უშუალოდ მონაწილეობდა ჯორჯ ბუში, სახელმწიფო მდივანი ბეიკერი, გერმანიის კანცლერი გენშერი და საერთოდ ყველა იყო ჩართული სოფლიო ეს მაფიოზები.
გენშერი ის არა ქვია ბეიკერი სახელმწიფო მდივანი მოსკოვში იჯდა და ის განაგებდა ესენგეს შექმნას ფაქტიურად. ხო და ამაზე კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბევრჯერ ისაუბრეს და რადგან არ დაემორჩილენ და საქართველოს რეფერენდუმი ჩაატარა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა ხალხმაო ჩვენ აღვადგინეთო ეს არ მოეწონათ რა თქმა უნდა იმიტომ რომ მათი მიზანი იყო რომ ქართულ ხალხს არ ემართა თავისი ქვეყანა მათი მიზანი იყო ეს რაც 92 წლიდან გრძელდება უცხო ქვეყნიდან დაგვისვავენ აგერ მესამე მთავრობაა ხო და არც ერთი არ არის ეროვნული და ქართული ანუ ეროვნულ სასვეძახი ქართულ ხალხზე აი ამ სახელმწიფოში ქართულ ხალხს მე გულისხმობ ძირძველ მოსახლეობას იქ აზერბაიჯანელიც შედის სომეხიც ოსიც საქართველოს მოქალაქეებზე არ ფიქრობენ არავინ იმიტომ რომ გარედან არიან ესენი დასმულები და რა თქმა უნდა შეკვეთაც აქვთ იმათ აბსოლუტურად აი ამ დროის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ წელში გაეწყვიტათ საქართველოს მოქალაქეები ფინანსურად ჯერ მოატყუეს და ესე იგი რაც კი დანაზოგი ქონდათ საბჭოთა კავშირის დროს შეატანინეს მოტყუებით რომ გაუორმაგებდნენ ამ თანხებს ანაბრების პერიოდში შეიტანეს ოქროულობა შეიტანეს ყველაფერი და აბსოლუტურად გაძარცვეს ხალხი ვინ გაძარცვა შევარდნაძემ და ახლა ნახეთ რას აპირებდა ცხონებული გამსახურდია აპირებდა ნაციონალიზაციას ანუ რაც საქართველოში არსებობს ბუნებრივი რესურსების სიმდიდრეები ეს ყველაფერი ამაზე გამოყოფილი იყო კომისია მე როგორც მახსოვს ბატონი გივი თაქთაქიშვილი ხელმძღვანელობდა ეკონომიკის მინისტრი ძალიან აი კარგი პიროვნება ასე ვთქვათ ღირსეული პიროვნება და შემდეგ უკვე როდესაც მან ორი თვის შემდეგ უკვე რომ მიუტანა ანგარიში რომ აი ეს ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს ეს სიმდიდრე ძალიან კოლოსალური სიმდიდრე იყო ამათმა ყველაფერი ამაზე დაასწრეს ესაც განხორციელებული იყო მოხდა სახელმწიფო გადატრიალება დაამხეს და აი ეს მთელი საქართველოს ქონება მაშინ რაც გაიყიდა და იმას ქნა ესე იგი სათამაშოს ფასად შეაფასეს და ხელში ჩაიგდო შევარდნაძის აი რაღაც 50 აშკაციანმა ბანდამ და ხალხს გადაუგდეს თითო ადამიანს 5 ლარიანი ვაუჩერი. კი ბატონო, თქვენი საუბრიდან მოდი მაშინ იმაზეც გავაგრძელოთ, მაგრამ ეს შეკითხვა რომ დავასრულო. კი ბატონო. თლიანად აი ამ სამი მთავრობის ხელში თლიანად მოიშალა ყველაფერი, რაც მთელი სისტემები, რაც ჩაფიქრებული ქონდა ეროვნულ ხელისუფლებას და ზვიად გამსახურდიას მას იგი ასევე მუშაობდა, ორი ჯგუფი მუშაობდა ამაზე ევროპაში იყვნენ გაგზავნილები, ერთი ჯგუფი ევროპაში იყო, რომ შექმნილიყო ქართული სახალხო კონსტიტუცია. ისეთი კონსტიტუცია, რომელიც აი ქართველებისთვის იქნებოდა ძალიან ძვირფასი და ღირსეულად იცხოვრებდა იმ კონსტიტუციის ქვეშ გლეხის და მინისტრიც. არც რა თქმა უნდა ეს არ დასცალდა და ესე იგი აბსოლუტური დარღვევებით რომ ჩვენ კანონიერი ხელისუფლების ლეგიტიმაციის პერიოდში აი ამ ბანდამ გააუქმა კონსტიტუცია და აღიარებული ეს პარლამენტის მიერ 2005 წელს და შემოიტანა როგორც თვითონ აწყობდა თავის თავზე მორგებული ყალბი აი ეს მხედრიონის კონსტიტუციას უძახი და ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ აბსოლუტურად ესე იგი კონსტიტუციური სამართლიანი უნდა გასულია ქვეყანა 95 წლიდან აი როდესაც ეს კონსტიტუცია შემოიტანეს. ამდენი დრო გავიდა და აგრეს ესე იგი მოშალოს ყველაფერი განათლების სისტემა მოშალეს ეროვნული წარმოება საერთოდ დარია 30 წლის განმავლობაში არათუ ხელს უწყობენ ხელს უშლიან რომ არ შეიქმნას რომ აქ ხალხი მუდმივად უნდა იყოს მშიერი აი გარედან დასმული რეჟისორების ეს არის ზუსტად გეგმა რომ აქედან უნდა გარბოდეს მუდმივად ხალხი და შემოყავდეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აი რა დღეში და რა ჩიხში დღეს ჩვენ შევედით და ემუქრება ქართულ ხალხს ის რომ ძალიან მალე აი რაღაც 33 წელი გავიდა და კიდევ 2-3 წელი და საქართველოსთვის თუ ასე გაგრძელდა და ჩვენ ვერ გავერთიანდეთ საქართველოს ქართველების ქვეყანა აღარ იქნება. კი ბატონო, როგორც თქვენ თქვით, ქვეყანაში შექმნილი არის მძიმე მდგომარეობა, მოშლილი არის კი ბატონო, ყველაფერი ეკონომიკა, განათლება,
რაში გასახებად გამოსავალი? რა არის გამოსავალი მაშინ? შეგიძლიათ რო გითხრათ? გამოსავალი, აი ჩვენ როდესაც ეს გაერთიანება შევქმნით, ძალიან კარგად ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით, ესე იგი გამოსავალი არის აქ ერთი. პირველ რიგში პოლიტიკაში რომ ძალა ქონდეს და შედეგი დასდო, არის გაერთიანება საჭირო, დიდი ძალების მობილიზება და თუ დიდი ძალა არა გაქვს და ზურგს არ გიმაგრებს, აი მაგალითად აქცია გააკეთე და თუ ვერ გამოყავს 50,000 და 100,000 კაცი, არავინ არ მოგისმენს. ესენი არასოდეს არ მოусმენენ. ისე საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ძალიან დახვეწილი მეთოდები აქვს ამ რეჟიმს. ხშირად, როდესაც 100,000 კაციანი მიტინგებს თვითონ ოცნება აკეთებს სხვისი ხელით. აღარ მინდა ახლა დავასახელო ისინი. კი ბატონო. თვითონ ოცნება უწყობს ამას ხელს და წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ყველაფერი ყალბი და ამის არეშინია იმას. გულისხმობთ ოპოზიციას. ისეთი პროტესტი არ იქნება კიდევ რომ ხელისუფლებას რაღაცა საფრთხეს უქმნიდეს, მაგრამ თქვენ ხედავთ აი 200-300 კაცს რო ვიკრიბებით, მთელი სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახური როგორ თავზე გვეხვევა და დაგვდებს და აი ის იმას გვიკრძალავს და ესე იგი არამართული ხალხის ეშინია ძალიან ამ რეჟიმს. ამიტომ პოლიტიკაში თუ გინდა რომ რაღაცა შედეგი დასდო, უნდა გქონდეს ძალა. ძალა არის ხალხი და რაც უფრო მალე გამოიღვიძებს ეს ხალხი, მით მალე ამათ სამართლებრივად დავამარცხებ და ამაზე კიდევ რა მეთოდები და როგორ თუ გინდა ვისაუბროთ კიდევ მერე. კი ბატონო, რა მეთოდებით უნდა თქვენ თქვით რომ ხალხმა უნდა გამოიღვიძოს? კი ბატონო, აი მოვიდა ხალხი. კი ბატონო. აი როგორ? მოვიდა ხალხი და რა გზით მივიდეთ, როგორ ვაპირებთ ამ რეჟიმის დამარცხებას. კი ბატონო. პირველი საერთოდ სამართლებრივი ფორმებით არის არჩევნები. გინდა არ გინდა არჩევნებია. ან არის მეორე გზა სახელმწიფო გადატრიალება და ჩვენ ახლა გადატრიალება ერთხელ ვნახეთ და ქვეყანა დააქცია ამ გადატრიალებამ და გადატრიალება არ გვინდა ნამდვილად. არასოდეს არ მოაქვს კარგი შედეგი. ამიტომ ჩვენი გზა არის სამართლიანი არჩევნებით გვინდა პირდაპირ დავამარცხოთ ეს ხელისუფლება. როგორ უნდა მოხდეს ეს? აი, როდესაც ზოგადად გამსახურდია რომ ახსენეთ წეღარ რომ მარტის არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ის საარჩევნო კანონი არ იყო მრავალპარტიული და დემოკრატიული. იქ მოგება გამორიცხული იყო. ჯერ უნდა მივაღებინოთ საარჩევნო კანონი. ამ საარჩევნო კანონზე თუ გინდათ აი ცოტა კიდევ ჩავკონკრეტდები, კონკრეტულად ვიტყვი. პირველ რიგში უნდა აიკრძალოს შემოწირულობები. ეს არის მთელი კლანური მაფიოზური სისტემა, აი კორუფციისა, რაც კი საქართველოში კომპანიები არსებობს და ტენდერებში იმარჯვებენ, მსხვილი ტენდერებში დაუშვათ აი თუნდაც 9 მილიონიდან მაღლა, ყველა არის აბსოლუტურად მთავრობასთან შეკრული. ესენი სულ ყველა მთავრობასთან შეკრულები და მე უშუალოდ ვიცი, არ მინდა ახლა კომპანია დავასახლო, სახელი და გვარებით ვიცი, გავაგნებული იყო კაცი $100,000 თხოვესო აპროჩიო და აღარ ამძინავ ხამდე უნდა ჩაურიცხო რა ვქნაო. ხო და წარმოიდგინეთ თქვენ მილიარდი ლარი ედო წინა საპარლამენტო არჩევნებზე ანგარიშზე ოცნებას. ახლა თქვენ რო შექმნათ აი ახალგაზრდებმა მაგალითად ძალიან პატრიოტული კარგი პარტია და გამოხვიდეთ შეიძლება 5,000 ლარი მოაგროვოთ თქვათ, ხო? აი 5,000 ლარით როგორ უნდა მოუგო 5 მილიარდს, ხო? ვერ მოუგებ. შეუძლებელია, ეს შეუძლებელია. ყველას მოისყიდიან სოფლებში, იმებში, აგიტატორებს გაუშვებენ, ფასიანებს, ყველას ნათესავები ვიყავს, ბიძაშვილები ვიყავს და ასე. პირველი ეს უნდა აიკრძალოს და ყველა უნდა დააფინანსოს ყველა პარტია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. და ეს თანხები რომ შეიზღუდოს და დიდი დაფინანსება არ კონდეს ამ პარტიებს, საკმარისი არის რომ აკრძალო თვითნებურად მიშვებული ეს პლაკატები ორღობეში რომ 200 გამოაქვეყნ ერთ რიადზე გაუშვებს 200, მერე კიდე მეორე 200 გაუშვებს ესე მე მესამეზე გადააკრავს ამ 200. ხო და სპეციალური ალბათ მე აი ევროპაში მინახე სპეციალური ბილბორდი ისინი იყოს დაფები რაღაცა გაკეთებული სადაც მხოლოდ ერთის გაკვრის უფლება გექნება ერთ პარტიას და აღარ წავა ამდენა ხარჯები აღარ დაიხარჯება საინფორმაციო ხასიათის ხო საკმარისი ერთი იყოს ყველას და დაათვალიეროს სამორჩეველმა და ყველა დასაჭიროა ორღობეში გამოაკრა 200 წალი ხო
მე უნდა აეკრძალოთ რა თავის საკუთარ ტელევიზიებში, კერძო ტელევიზიებიდან საარჩევნო კამპანიის აგიტაციის გაწევის უფლება უნდა ჩამოართვა. ერთადერთი ტელევიზია, რომელმაც თანაბრად უნდა გაუყოს წილი ყველა ტელევიზიას, ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი არხი და ყველას თანაბრად მიეცეს. ეხლა ქართული ოცნება დაждდება იმედზე 24 საათი ეს ლიბერალური ფთა TV პირველი თუ ფორმულა და ასე შემდეგ 24 საათი და ჩვენ რა ვქნათ? Facebook-იდან იმას ვქნათ? ეს ხო არასამართლიანი იქნება, ეხლა ესეთი რაღაცა, აი დისტანცია რომ გითხრან, რომ აი 10 კილომეტრში ეხლა აი აქ დგას ის რა ქვია, ადრე იყო ხოლმე მოსკვიჩები და ზაპოროჟიეში თქვენ არ იქნებათ ეგ. და აქეთ მერსედესი. ვინც მიასწრებს გამარჯვებული ის არის, ხლა ვინ მიასწრებს, ხო? ზაპოროჟიეში ხო გაასწრებს მერსედესს. ეს რა თქმა უნდა, ესეც უნდა გასწორდეს და უნდა იყოს აბსოლუტური პარიტეტი. მთლიანად უნდა დაიშალოს ეს CSKO-ები და ეს ოლქები, უნდა გადანაწილდეს სამართლიანად. ყველას ყავდეს თვითოწარმომადგენელი, არა ისე რომ ნახევარი ყავდეს ქოცებს და ნახევარი ამ ლიბერალურ იმას და უმეტეს პარტიებს არც ერთი, ეს რანაირი სამართლიანობაა. და აი პარიტეტის შემდეგ უკვე ხმის დათვლა, რაც შეეხება ხმის დათვლას, ეს ჩემი აზრია, მაგრამ შეიძლება სხვამ კიდევ უფრო უკეთესი ის წარმოადგინოს. CSKO-სთან ერთად ხმებს უნდა ითვლიდეს, აი შევქმნიდი მე მაგალითად ყველა რეგიონებიდან უპატიოსნეს ხალხის კრებულს დავარქვევდი იმას ვთქვათ, ან უხუცესთა საბჭოს ან რაღაცას და იქვე პარალელურად CSKO-სთან ერთად დათვლიდა ეს ხალხი. რომ იქ არ მოხდეს დათვლის დროს გაყალბება. თუ კი ჩვენ აი ასეთ სამართლიან საარჩევნო კანონს შევთავაზებ და უარს ვიტყვიან, აი აქ ჭირდება უკვე ხალხის მასიური ზეწოლა. თუ სამართლიანი არჩევნები გინდა, მე რატომ არ გინდა მიიღო ასეთ სამართლიანისა, რომ თანაბრად იყოს ყველას ისა, ხო, გადანაწილებული. თუ შენ გაყალბებისთვის არ ემზადები, რატომ უნდა თქვა ამაზე უარი, ხო? ცხადი არ უნდა თქვა. ცხადი არ უნდა თქვა და უარს იტყვიან, აქ უკვე გადამწყვეტი ძალა უნდა მიიტანოს ხალხმა და თუ კი ჩვენ ამას მივახცევთ და ჩვენ მე პირდაპირ გეტყვით დაჩი რომ თუ ჩვენ აი ავკრიფეთ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ გაზაფხულამდე სერიოზული ძალები, ჩვენ აუცილებლად გაზაფხულზე დავაყენებთ უკვე იმას, რომ ქვეყანაში დაინიშნოს სამართლიანი აი საარჩევნო კანონით ახალი არჩევნები ისეთი, არა ისეთი ისინი რო ითხოვენ იგივე გაყალბებული სისტემით. ეხლა რო ითხოვენ ყოველდღე რომ ახალი არჩევნები დამშვიდობ. რა მნიშვნელობა აქვს? რამდენჯერ უნდა წააგო და რამდენჯერ უნდა მოატყუონ ეს ხალხი? დრო გაყავთ სინამდვილეში. ეს ყალბია მის მიერ მართულია ბიძინა ივანიშვილის მიერ და ამაში გაყავთ დრო და ამ დროის გაყვანაში მეგობრებო, რა ჩვენ წარმოვადგინეთ იქ კვირას გაყიდული საქართველო, აი ამ დროის გაყვანაში ჩუმად სარგებლობენ და მთელი საქართველო გაგვიყიდეს. აი მივადექით დღევანდელი დღისთვის ამ მომენტისთვის ყველაზე შეიძლება ითქვას აქტუალურ თემას ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციას და ქართველთა დიდი გაერთიანებაც აქტიურად საუბრობს ამ საკითხზე. რუსთაველის გამზირზე მოეწყო აქცია გამოფენა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე და უფრო ცლად რო ვისაუბროთ? რა არის ეს არაბული ინვესტიცია? ეს არ არის ინვესტიცია, ამაზე ყველა ვინც კი უძლიერესი ეკონომისტია, დაწყებული ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებლის ბატონ დემოგიორხელიც, რომ სოფლიო დონის ეკონომისტია. ასევე ისაუბრეს აგერა იმ დღეს იყო კიდევ მოწვეული ბატონ თემურ გოქსაძე. დიახ. ძალიან ძალიან ესეთი სერიოზული სოლიდური პიროვნება. ვისაც კი ჭკუა მოეკითხება ამ საკითხზე, ყველა აღიარებს, რომ ეს არ არის ინვესტიცია, ეს არის არაბული ექსპანსია, ასე დავარქვათ, ექსპანსია. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა, მაშინ, როდესაც საქართველოსთან ყოველ წელს გარბის 200-250,000 ქართველი. დიახ. და უკონტროლოდ შემოყავს შენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ანიჭებ ბინადრობის მოწმობებს, უშენებ კორპუსებს. ეს ამოდელი კორპუსები თქვენ რა გონიათ ვიყიდულობს?
უმეტესი არის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რა თქმა უნდა. აღარ არის ქართველი აღარ დაჩა, გაიხედეთ ქუჩაში ხო დავდივართ ჩვენ ახლა ახალგაზრდებიც ხო დადიხართ იქ. კი ბატონო. აი საშინელი მდგომარეობაა, ხო ქართველის დანახვა გვენატრება უკვე. ხო და ეს აბსოლუტურად კიდევ უფრო უმძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ჩვენ დემოგრაფიულ მდგომარეობას და მე ვფიქრობ, რომ ამათ გაუვიდათ ქართული სოფლები, რომ როდესაც ააშენეს ქართული სოფლები, ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა რომ ააშენეს ეს არაბული. კი, არაერთი, როგორც ამბობ. ამაზე ხალხმა რატომღაც დიდი რეაქცია არ გამოხატა, აი ერთ მუშტად შეკრულმა ხალხმა არ არის. აი დანაწევრებულია. შეიძლება ეს იყო ინფორმაცია არ ქონდათ, ანუ ინფორმირებული არ იყო ხალხი. ბევრმა არ იცოდა მაგალითად, კი, ბევრმა არ იცოდა. ბევრმა არ იცოდა, მაგრამ ვინც იცოდა ნაწილმა მაინც იმხელა პროტესტი არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო და ამათ შეხედეს ახლა რადგან გაუვიდათ ახლა და ყველგან არაბული სოფლებს აღშენებენ და იმაშობენ, აგერ აღარ გიშვებენ კაცი იქ საგურამოში გააკეთეს გონი ახლა იქ არის იმაში ჯუგანკაში იქით არ უშვებენ ბევრგან და იქ არაბების დასახლებებია კონკრეტულად თუ ის არაბული სოფლებია კაცო ხო და ეს რო გაუვიდათ ახლა უკვე გადავიდნენ ქალაქებს ახლა სწრაფი მოგუდვა მიდის ასე ვთქვათ ესე ეს ისეთი მოგუდვა იქნება რომ ჩათვალეთ რომ უკვე ქართველი ხალხი აი ეს პროექტი განხორციელება და დარჩება უმცირესობაში ისედაც უკვე იმ ნიშნულზე ვართ უკვე მისულები ამის შემდეგ ჩათვალეთ თქვენ რომ აქ რო 100,000 ადამიანი დასახლდება ამათ მიენიჭებათ ბინადრობის მოწმობაც მოქალაქეობასაც მიაყოლებენ მერე და არჩევნების მეთოდით შენ ამ რეჟიმს ვეღარ დაამარცხებ იმიტომ რომ ის ხალხი ვისაც დაასახლებენ აქ ყველა იქნება ერთი კაცის ამორჩეველი ისე ბიძინა ივანიშვილის და ეს სამართლიანი ფორმაც მოისპობა მერე ქართულ ხალხს დაშება ერთადერთი რამე თუ ეს შეძლო მერე აჯანყება აქ გამორიცხული იქნება სამართლიანი მეთოდებით ის ერთადერთი დარჩება ალბათ აჯანყება მაგრამ ექნება ამის თავი ვიღა უნდა აჯანყდეს ხო უყურებთ გადარიეს წელი ახალგაზრდობა რანაირი განათლება ჰქონდათ ხო 60 წლის განმავლობაში აი განსაკუთრებით მიშა ბიძინას პერიოდებში ხო მანამდეც ახლა რა იყო შევარდნაძის დროს ხო უშუქობა და მაშინ იყო კიდე უარესი ამბავი ესე იგი თქვენ არ გემახსოვრებათ ეგ შეხვიდოდით რომელ ინსტიტუტში შინა შესულიყავით პირდაპირ რექტორი თუ პრორექტორი დაგიდებდა იმას რა ქვია ფურცელს იქ ეწერა იურიდიული განყოფილება და გვერდზე ეწერა ესე 5,000 ეს $. აჰა. როგორც აი სასადილოში რო შედიხარ და რა რომელი ლაღი სამედიცინო ლაღის ის და всё, ეს გინდა ამდენი იღეს. მიიტანდი და всё აქტიურად ყიდულობდი. კი, ჩაბარებული ქონდა რა თქმა უნდა. ბატონო დავით, ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხოთ. თქვენ ახსენეთ დემოგრაფიული პრობლემა და დემოგრაფიული პრობლემა ეს აღარ არის საიდუმლო, იმიტომ რომ ქვეყნიდან გადის ძალიან ბევრი ქართველი, შობადობა დაბალია. შემოდის უამრავი უცხო ქვეყნის მოქალაქე, უცხო ტომელები. და საქართველოს დადგა სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშე. როგორ უყურებთ თქვენ ამ პრობლემას, გადაჭრის გზები და ქართველთა დიდი გაერთიანების შეხედულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით? საერთოდ დემოგრაფიული პრობლემა ეს არ არის რაღაც ერთი იმით რომ გამოსწორდეს აი ერთი კუთხით, ეს არის კომპლექსური პრობლემა. ეს როგორც ესე იგი ყველაფერს ეხება აი ქვეყანაში ჩვენ რო ვილაპარაკეთ ინსტიტუტების გრევაზე და ის ამ ყველაფერმა გამოიწვია ეს. თუ შენ არა გაქვს სამუშაო ადგილები თუ შენ არა გაქვს რა ქვია იმას სამართლიანი სისტემები ჩამოყალიბებული თუ შენ არა გაქვს ნიადაგი შექმნილი იმისა რომ აი თუნდაც ახლა ახალ დაქორწინებულებს გქონდეთ მაგალითად რაღაცა დაფინანსება რაღაცა შეღავათები თუ შენ არა გაქვს ქვეყანაში ეროვნული წარმოება რომ აი ახალგაზრდა იქნება თუ შუახნის ადამიანები თუ ვინც არ უნდა იყვნენ
თუ წელში გამართული არ იქნება და მან არ ვერ გააკეთა, თუნდაც მცირე წარმოება ვერ შექმნა, საშუალო ბიზნესი ვერ შექმნა, ეს ყველაფერი ერთად ბოლოს ურტყავს იმას, რომ ხალხი გარბის ქვეყნიდან და იცლება. იმდენად იკლებდა, მე გადავავლე ბოლო 15 წლის მანძილზე, არა უпростоრი 7 წლის მანძილზე, ესე იგი იმდენად დაიკლო შობადობამ და ჩამოვიდა დაბალ ნიშნულზე, თითქმის კიდაღამ 60,000 ბავშვი იბადებოდა, 57,000 და დღეს უკვე 38,000-ია. ანუ ესეთი შემცირებულია შობადობა საქართველოში. პატარა ქვეყანა წარმოიდგინე ამ ხელათი შემცირებული და გარდაცვალებამ გადაუსწრო უკვე შობადობას. თანაც ეს შობადობაც კიდევ ერთი რამე აქ ნახეთ, შობადობის წილი ქართულ ეთნოსზე მოდის ძალიან მცირე, სადღაც 30%-მდე, 33%-ზე ჩამოსული. დანარჩენი ქართულ ეთნოსი აღარ არის. აი მომაკვდავი იერი კი არა, მართლა აი უკვე იმაზეა. გადაშენების პირასპირა. ხო. და ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ამას ერთადერთი უშველის კეთილი ნება ისევ იქ მივდივართ, უნდა ქვეყანაში როგორმე ქართველმა ხალხმა უნდა მივახციოთ იმას, რომ მივაღებინოთ სამართლიანი საარჩევნო დემოკრატიული კანონი, რომლის შემდეგაც აუცილებლად უკვე, როდესაც დაინახავენ ძალამს, რომ აი ამას მიაღწია ქართველმა ერმა, ჩათვალე რომ ეს ეროვნული ძალა გაიმარჯვებს კიდევაც და იქ უკვე მოვა ქართველ ერზე მოფიქრალი თავრობა. რა თქმა უნდა, ასევე იმ სისტემაში კიდევ ერთი გამოჩა დავამატებ. როდესაც აირჩევენ პარლამენტის წევრს, ხალხს უნდა კონდეს მისი გამოწვევის უფლება. აი ერთი წელი დააკვირდებიან, არ იმუშავა ქართველი ხალხისთვის, ქართველი და საქართველოს მოქალაქეების არ იმუშავა. ეგ შეიძლება ელექტრონულადაც გადაწყვეს, მივახმას მიცევს არა და ვსიო და დადგება ამის საკითხი. და უკან გამოიწვევს რა თქმა უნდა, მიაღწევს იმ ნიშნულს, რომ ამომრჩეველთა რაღაცა დიდმა ნაწილმა, რაც განსაზღვრული იქნება, დააყენა საკითხი, რომ გამოწვეული იქნას და ის უნდა იქნას გამოწვეული. მერე უკვე ხო, მერე ეგრე აღარ იქნებიან დღეს იქ მარტო მილიონების საშუალებრივად რო არიან და სულ ყველა მილიონერი როზის უკვე პარლამენტში. ეს პარლამენტი აღარ არის. აქ არის აი კლანური მაფიოზების ზიანი იქ. სულ ყველა სააქეს ბიზნესები სულ ყველა აი აქ რო სასამართლო იყოს ახლა სამართლიანი სასამართლო იქიდან 99% სისხლის სამართლის დამნაშავე იქნება და გასამართლდება გეუბნებით ეს ასეა ნამდვილად და ძალიან კარგად იციან თვითონაც რომ ეს ასეა. კი ბატონო. ისევ ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციას და სამართლე აი ნამდვილი საქართველოს მოფიქრალი ხალხი. ეს უნდა მხოლოდ მოხდეს სამართლიანი საარჩევნო სისტემით. ბატონო დავით, ისე უნდა დაუბრუნდე ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციის საკითხს, თქვენ თქვით რომ საჭიროა ხალხის ერთობა, გაერთიანება, გამოფხიზლება. როგორი იქნება ამ პროცესებში საპატრიარქოს როლი? ხო, ეს ძალიან ცენტრალური საკითხია, ძალიან ფრთხილად უნდა მოკიდება ამ თემას. მე არ ვიცი რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, იმაზე დიდი უბედურება, რაც დღეს ხდება, თუნდაც ჩვენ რაც ვაჩვენეთ მასალები, რომ მთელი საქართველოს უდიდესი ტერიტორიები არის გაყიდული უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და ეხლა კიდევ რაც გველოდება კიდევ ხო? მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი, ნუ თუ კარგი მაღალი იერარქიებმა ვთქვათ ვერ გაბედეს და რაღაცა შიში აქვს ხელისუფლებისა, ხო? ხო არიან ამ დაბალი იერარქიებში ასაბი, ნუ თუ ერთი სამართლიანი, აი სასულიერო პირი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც აქვს მართლაც ღვთისწმენა და ხელისუფლებაზე მეტად ღმერთისა უნდა ეშინოდეს და სამშობლო უნდა უყუროს. მე შემხვდა ცალკეული სასულიერო პირების მიმართვები, რამოდენიმე მათგანმა გამოხატა უკმაყოფილება ამ პროექტის წინააღმდეგ. ცოტა ძალიან კი მეც ვნახე მეუბრამდელიანი არჩილ მინდიაშვილი ხშირად გამოდის მამა არჩილ მინდიაშვილი ასევე გიორგი რომანის დამავიწყდა მისიის ანუ მოკლედ რამოდენიმე სასულიერო პირმა გამოთქვა ძალიან ცოტა მაგრამ აი იქ უნდა მოვიდეს როცა ეს ხდება და უნდა
ხარდაჭერა გაგიკეთოს. დიახ. ხარდაჭერა უნდა გაუკეთოს იქ რომ აი საზოგადოება მას დაინახოს და მე საზოგადოებაც მოვა იქ უფრო მეტი ხალხი. აი რო აქ შიში ხო თქვა ხო და მე ახლა თუ ერში ქართველიერი აღარ იქნება აქ და მართლმადიდებელი აღარ იქნება და ეს სამოდელად ტაძრები რო ააშენეს და შენდება კაი ყველაფერი კარგია მაგრამ ამ ტაძრებში ვიღამივა მე ხო აღარავინ აღარ იქნება ქართველი და ვისთვის ჭირდება მაშინ ეს ტაძრები მე ადრეც ვერძელ მქონდა აი ეგ დამოკიდებულება რომ ჩემი აზრით აი ახლა პროსპექტებზე და იმებზე რომ ტაძრები შენდება ეს აღარ არის საჭირო ამდენი ტაძრები ჯერ ერთი პირველ რიგში ძველი ტაძრის აღდგენა იყო საჭირო და ძველი ის მართლაც კურთხეული ტაძრები და მეორე კიდე ხო ჩვენ ხო ვიცით ეს არის ცეხებია ხო ფულის საჭრელი ცეხებად ხსნიან ახლა უმეტესობა ამას ჯო გაჭირე შენ გაჭირებულ ხალხს მიხედე კაცო ჯურის სერაზე რომ მოდის და იმ შენაშენებულ ტაძარში სტავკები რო გაქვს და ფულს ახდენებთ ამ ახალგაზრდებს რო ეგარ გასვლება და ის ბავშვის დაბადებამდე კიდე ამ ხელა თანხებია ყოველი ვიზიტი ექიმთან ხო იცით დაფასები ჯდება 9 თვის განმავლობაში და ძვირია ბავშვი უჯდება იმდენი თანხა რომ გადაიფიქრეს უკვე აღარ იმაშველო არა აქვს ელემენტარულად ეს ისა და თუ ამას ხელი არ შეეწყო ეს არის დემოგრაფიის ერთ-ერთი ის რომ ახალგაზრდებს ხელი უნდა შეუწყოს როგორც სახელმწიფო მისე ეკლესიამ როგორ შეიძლება ფულს ახდენებს სახელმწიფო ხო გაფინანსებს 20 მილიონით აფინანსებდა მე კიდე 45 დაუმატეს გონი ხო ეს ფული რო გაქვს საკმარისი ხო ხელფასები გაცემდა იმ ველმა კაცო იჩინოს თავი ხო ახლა ადამიანი ის მაგრამ ეს უნდა იყოს საკმარისი თუ ადამიანი თავისი შეწირავს კი ბატონო მაგრამ შენ რო იქ ახლა სტავკას უდებდა თუ არ გადაიხრი იმას და არ გაკურთხებს და ჯვარს არ დაგწევს ეს უკვე ეკლესია აღარა ეს სასულიერო პირები აღარ არის ეკლესიაში სასულიერო პირები აღარ ეს არ ვიცი ახლა ხო და სერიოზული განჯისაგან უნდა გახდეს საზოგადოება უნდა ამოიღოს ხმა მე ამას ხშირად გავაფცელებ და ვიტყვი რატომ არ მოვიდნენ იმ გაყიდული საქართველოს გამოფენაზე არც ერთ სასულიერო პირი და მომავალშიც იქნება კიდევ და თუ ვინმე დააყენა კიდევ ეს საკითხები ხო ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით ყველაზე უწინ აგერ რუსთაველის ძეგლთანაც კიდევ სექტემბერში და მანამდე ზაფხულში რა ქვია დედაენის ძეგლთან მაგრამ ყურად არაფერს არ იღებენ კაცო რადგან საზოგადოება არის ძალიან შეშინებული და ცოტა მოდის ხალხი ყურად არ იღებენ თუნდაც იმაზე რომ ქართველი კაცი რო ბრუნდება ასეთი უძიმეს კატასტროფულ მდგომარეობამ არის დემოგრაფიული ქართულ ხალხს მოქალაქეობას არ უდგენენ და გამოცდებს უწყობენ და ფულს ახდევიდნენ ეგ საკითხი რა უფრო ცლად რომ 500 ლარი არის 500 ლარი უნდა გადაიხადოს დაბრუნდა აგერ მაგალითად რუსეთში იყო თუ იტალიაში იყო თუ საზღვარგარეთ იყო დაკარგა ახლა წლების განმავლობაში იყო და მოქალაქეობა დაკარგა მაგრამ იმ ადამიანმა დაიმსახურა ყველაფერი ამ გაჭირების პერიოდებში თუნდაც შევარდნაძის დროს უშუქობა ჩაბნელებულ ქვეყანაში გინდაც მერე ამ ქვეყანაში რო არაფერი წარმოება რო არ არის და რო არ არის სოფლიო სავალუტო ფონდზე კიდია ქვეყანას ამარცხენო და მუდმივად რო ამიტომ იზრდება მუდმივად პროდუქტების ფასები ეს ხალხი ამ ხალხის იმაზე იმაშვება და იჩენდა თავს ეს ხალხი აი ეს ხალხი არ ჩენდა საქართველოსთან წასული ემიგრაცია ამ ქვეყანას თორე აქ იქნებოდა რა ვიცი ლენინგრადის ბლოკადაზე უარესი ამ ხალხს რო ის ფულები არ გამოეგზავნა აქ და ეხლა ამ წლების განმავლობაში რო ქვეყანა შეინახეს და ის და უკან ბრუნდება ადამიანი ძლივს თავის სამშობლოში შენ იმას მოქალაქეობას არ აძლევ შენ უკვე ხარ ამ ქვეყნის ტერი ანტიქართული თავრობა და ანტიხალხური თავრობა უკვე ამან შაულ აღარ იყოს მე არ ვიცი საპატრიარქოს ჩართულობას რო დაუბრუნდეთ ისევ რა უნდა გააკეთოს საპატრიარქომ კონკრეტულად თუ შეგიძლიათ რომ თქვა საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსტიტუტი ქვეყანაში მძლავრი რომელსაც ახლა ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს მაინც ქვეყანაში და ეს ემჩნევა ხოლმე კიდევაც როდესაც აი ოჯახის სიწმინდის დღეს გამოყავს ხალხი მაგრამ ოჯახის სიწმინდის დღეს გაიარეს წავიდნენ ამოდონა ხალხი ავიდა და დაღმა და დამთავრდა დაიცეს ვითომ ოჯახური სიწმინდე
ეს არის ოჯახური სიწმინდის რა ქვია დაცვა. ეს ხალხი შიმშილით რო კვდება, ბავშვები შივრები რო იძინებენ. ზუგდიდში რო ის 5 ბავშვი იყო თუ რამდენი იყო იქ ცეცხლში რო დაიწვეს სახლში. დენი რომ ჩაუჭრეს სოციალურად დაუცველ ოჯახს. ტრაგედია. სად იყო ამ დროს საპატრიარქოს წარმომადგენელი, სად იყო მეუფე 130,000 დოლარიანი ჯიპებით რო დასეინოვენ და დამურული შუშებს რო არ უწევენ. ჩუ, ეს ხომ მაინც შეიძლება აღრიცხო რამოდენიმე გაჭირებული ოჯახი და ღმერთიც მიიღებს ამას და რა ქვია შეგიწირავს და რაღაცა იქნება, ხო? ამ ბავშვების გადარჩენა ხო შეიძლებოდა? ვის კისერზე უნდა, აი ეს არის, ეს უმძიმესი ცოდვები აწევთ კისერზე და ყველას ჩვენ თუ ვერ მოვთხოვთ მათ პასუხს, ღმერთი მოსთხოვს უმკაცრეს პასუხს. ღმერთი არ აპატიებს ამ უსულგულობას და ამ ეს არ არის ქრისტეს გზა. ეს არ არის ქრისტეს გზა, აგერ სამებაში, სამების ტაძარში მუდელი გაქულდეს, გახსოვთ თქვენ შარშად და 36,000 დოლარი თაროზე ქონდა შემოწყობილი და 1 კილო ოქროედო კიდე და ბრილიანტები. მგდელს საიდან აქვს ეს თანხები? გეკითხებთ, მგდელს რა თქმა უნდა ამდენი თანხა? მგდელი ქრისტეს სახურს რა თქმა ეს ფულები კაცო? წადი გაიარე, გაიხედე ქრიობლებს და ამას გასწავლეს ღმერთი რომ იმასკენი რა ქვია, შეეციე ქრიობლებს, გაჭირებულებს, ემსახურე ქრისტეს, გაგიდე ყველაფერი და წამოყევი თუ ჩემი წვენა გაქვსო. ესენი ამას დათმობენ. რა 130,000 დოლარიანი ჯიპებით რო არიანოს ამოდელა 47 თუ 50 მიტროპოლიტია 10,000 დოლარიანი თვერიულია? არ წავა ის მანქანა? ხო და ეს არის მორალი და ის ეხლა და მე იყვენ აი ლანძღავს ბიჭო, კი არ ლანძღავ გული მტკივა. გული მტკივა ეგ არ არის ეკლესია. ეკლესიის გზა არ არის, ეს საპატრიარქოს გზა ეს არ არის. ეკლესია სხვა რამეა კიდევ ქრისტეს სხეულია, ის რა შუაშია. ეს საპატრიარქოს საერთოდ ეს არის საბჭოური სისტემა. საპატრიარქო? სამეუფეო ეს საპატრიარქო ადრე იყო საკათალიკოსო საბჭო და ასევე იყო სასამართლო, საეკლესიო სასამართლო. აღარაფერია, ყველაფერი გააუქმეს, რომ გადაცდება სასულიერო პირი დაარღვეს რაღაცას. არანაირი სასამართლო აღარ არსებობს. ეხლა ამ პედოფილები და იმითია გამოტენილი და როდის გაუქმდა ეს სასამართლო? ეს გაუქმდა საბჭოთა კავშირის დროს 30-იან წლებში. თავიდან იყო საკათალიკოსო საბჭო და იქ იყო როგორც სასულიერო პირები, ასევე იყო იქ არასასულიეროც. მე როგორც მახსოვს, პავლე ინგოროყვაც კი იყო საკათალიკოსო საბჭოში. ხო და აი ეს უნდა დაუბრუნდეს. ეხლა ეს სამეუფეოები შეიქმნა და როგორც მონარქები ეგრეთ ცხოვრობენ, იმას თქვათ აქვს, რა ქვია, კასპის რაიონი, იმას აქვს დუშეთის რაიონი, იქ ზუგდიდში, იქ ნაკრძალები ქონდათ მოწყობილი კაცო. ნაკრძალები ქონდათ ნამდვილად გეუბნებით მოწყობილი. ეს როგორ შეიძლება მე არ ვიცი. ერთ-ერთი მამაო მეუბნება რომ მე ვთხარი ასეთი ჯიპით რომ დადიხართ. ეს ხო შეიძლება და ვიცი საიდან ყიდულობ მე ვთხარი ან და ეს ხო შეიძლება გაჭირებული ხალხი რო ცხოვრობს, გაყიდოთ და იმას გაკეთოთ. ეს რომ მეო შემომწირეს, არა მე ვთხარი თქვენ კი არ შემოგწირეს. თქვენ ის რომ გაცვიათ ანაფორა და ეკლესიის სახური ხართ, ეკლესია შეწერა სწორე. თქვენ რომ არ იყოთ ეხლა სახური ეკლესისა, რაზე შემოგწირავთ მეთქი? ხომ შეიძლება თქვენ ეს გაყიდოთ და დაურიგოთ ქრიობლებს მეთქი და რო წუწუნებთ რომ მრევლი აღარ მოდის ეკლესიაში. რო გაივლი ამ დამუქებული შუშები და გამარჯვებას აღარეუბნები სოფელს. რა თქმა უნდა იმას აღარ აწავს თქვენი მაგალითის ძალა აქვს ძალიან დიდი, როგორც მოძღვარს, ისე პედაგოგს. და მოძღვარი ამაგალითსაც მისცემს, ისე მოიქცევა მრევლის. თუ კი შენ იქნები ღირსეული და იქ შენ ფასი გექნება იმ მოსახლეობაში, იქ 80-90% მოვა მერე და მრევლი გაიზრდება. მაგრამ ოდესაც შენ გადაცლომილი ხარ იქით და წასული ხარ და ჯიპებზე გაგდა ისა და ოქროულობებზე და იმებზე, ხლა აიფონებზე და იმაზე უკვე მანდ უკვე აღარ არის ქრისტეს სული. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მღვდლები რა თქმა უნდა არიან მაგალითის მიმცემები, მაგრამ
ჩვენ ეკლესიაში უფლის გამო უნდა ვიაროთ და არა მღვდლების გამო. მაგრამ სხვა თემა, რა თქმა უნდა, ჩვენ იმის გამო რომ იქ მღვდელი თქვა არ არის ისა სწორგზას არ ადგია, ეკლესია ზურგი აქციო, ეს მაშინ ღმერთს უნდა მაგრამ რა თქმა უნდა სასულიერო პირს უფრო მოეთხოვება, ხო? და ჩიეგრო აი არ ამწავსო მე მღვდელიო და არ მივალო და მღვდელი ლაშუაშია კაცო. შენ მაშინ ღმერთსაც უარსებობნები, როგორ არ უნდა მიხვიდე, მაგრამ ადამიანის ნაკლოვანი არსებაა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იქ სასულიერო პირის გამო არ დაბრკოლდეს და მივიდეს. ბატონო დავით, გუშინ ნახე თქვენი მიმართვა განცხადება, სადაც თქვენ მოუწოდეთ ხალხს, ქართველთა გაერთიანების მხარდამჭერებს, წევრებს, რომ მისულიყვნენ აქციებზე, რომლებიც რატომღაც გაუგებარი მიზეზებით ცალ-ცალკე ტარდება, საუბარია პატრიოტთა ალიანსის და ალტინფოს, ანუ კონსერვატორების აქციებზე და ვფიქრობ, რომ ეს იყო თქვენი მხრიდან ძალიან კარგი ნაბიჯი ერთიანობისკენ, იმიტომ რომ ახლა აღარ არის დრო ალბათ ეს პარტიების, შეხედულობების და ასე შემდეგ და ამასთან დაკავშირებითაც რომ ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა. თვითონ ქართველთა დიდი გაერთიანება შინაარსით ფულის მოცულ სხვანაირად ვერ მოხდება თუ შენ ვინც არ მოგწონს ისინი გვერდზე დატოვე, ის იქით დატოვე, ესაკეთ დატოვე. ჩვენ როგორმე უნდა ვიპოვოთ ერთმანეთის გულები. სამშობლოს სიყვარულისთვის. მე ძალიან გული მეტკინა, რა თქმა უნდა, როდესაც არც პატრიოტთა ალიანსიდან არ მოვიდნენ, ეს ახლა ის ხო არ იყო, რომ მიტინგზე გვეყვირა და რაღაცა იქ მიტინგი კი არ გამოფენა იყო, ხო? შეეძლო თავისუფლად ხარი დაეჭირათ, რომ აი გაყიდული ის არის და დაეგმოთ, რომ აი ქვეყანაში რატო ხდება ეს. შეეძლო როგორც პატრიოტთა ალიანსს, შეეძლო ასევე კონსერვატორებს, ნებისმიერს ასევე შეეძლოთ კი არა, აუცილებელიც არის, რომ ასე დროს ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ასევე უნდა მოსულიყვნენ სასულიერო პირები, შენი კურთხეულის ქვეყანა, რომ ძახიან, რომ ღვთისმშობლის წილხდომილი ქვეყანაა. ღვთისმშობლის წილხვედრი რომ არის და იმას რო ყიდის ისლამური ქვეყნის იმაზე. ამაზე როგორ შეიძლება რომ სასულიერო პირი შენ ჩუმად იყო, კაცო და არ მოხვიდე და მხარდაჭერა არ გააკეთო, ხო? ხო და რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ამიცეთ, მე ასე ვიფიქრე ჩვენ მეგობრებთან ერთად ჩვენ ვილაპარაკეთ იმ დღეს ქუთაისიდან ჩვენ მეგობარიც ახლა სათათბირო თავარ საათბირო წევრი ბატონი დიაბახტაძეც იყო, გიგლა გობეჩიასაც ვესაუბრეთ, დემურსაც, გიორხელიძეს, ყველას ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და რა თქმა უნდა გადავწყვეტეთ ეგრე რომ ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი გაერთიანებისა. ჩვენ უნდა ვაპატიოთ ყველას, უნდა დავდგეთ ჩვენს თავებზე მაღლა, ახლა კინკლაობის და იმის დრო ეს არის უფრო კაცუნების ამბავი. და უნდა მოიქცეთ კაცურად სამშობლოს სიყვარულისთვის და უნდა მივიდეთ ყველგან, სადაც მოაწყობენ პროტესტს აი ამ ქართული მიწების დაცვა, სადაც იქნება დაცვაზე მსჯელობა. მე ძალიან ასევე გულის ტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ცუდია და ჯერ კიდევ არის დრო თუ სხვადასხვა დღეებში არ გამართავენ 30 ნოემბერს პატრიოტთა ალიანსი მართავს და 7 დეკემბერს კონსერვატორები არ არის ეს კარგი საქციელი თუ მაგალითად ისინიც მივლენ იმ შეთანხმებამდე სამშობლოს სიყვარულისთვის რომ ერთად გააკეთონ ეს იქნება ძალიან კარგი და თუ არ გააკეთებენ ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება დგებით ჩვენ თავებზე მაღლა მიუხედავად იმისა რომ ბევრი ჩვენ შორის ბევრი ის ყოფილა დაპირისპირება და არასდროს ესე ეთნაირი შეხედულებები არ აქვს ბევრ ამაზე თუნდაც იმაზე რომ ჩვენ ბოიკოტს უცხადებით არჩევნებში და არ უნდა მიეღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა და ფაქტიურად ჩაშლილი იყო ყოველივე ამას ჩვენ ახლა გულში არ იმას ვიზავთ და არ დავიწყებთ იმას რომ აი ის ესემ რომ მოიქცა და ისინი რომ ლანძღავდნენ თუ მე ვაკრიტიკებდი თუ ისინი ვაკრიტიკებდნენ არ არის ახლა მაგის დრო აღარ არის ჩვენ აუცილებლად მე ვაქვს ქართველთა დიდი გაერთიანება და ამაზე ოთხშაბათს გავაკეთებთ განცხადებას
აუცილებლად მივად ერთის აქციაზე და მეორესიც, მაგრამ უმჯობესი იყო, რომ ერთ რიცხვში რომელიმე ერთ რიცხვს გაკეთებული იყო ეს და ორივე აქცია ერთად ყოფილიყო. ხო, ერთად ყოფილიყო და ჩვენც იქ მისულიყავით. ეს უფრო იქნებოდა ძალიან კარგი. იმედია ჩვენც მოგცევენ იქ სიტყვის გამოსვლის უფლებას და ეს არ იქნება პარტიული მხოლოდ, აი ამით გამოჩნდება. ჩვენ ვდგავთ ამ ნაბიჯს და მივდივართ კაცურად, ხელსაც ჩამოვართმევთ და ყველაფერი სამშობლოს გულისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გადავარჩინოთ და იმედია ისინიც მათი პასუხიც იქნება კაცური და სათანადო. დიახ. თუ არ იქნება, არც მაგას აღარ გავყვებით ახლა, ჩვენ აღარ დავიწყებთ ამ კიკლაობას და იმას, ჩვენ მაინც კიდევ გავაგრძელებთ გაერთიანებისთვის ის ბრძოლას, რომ ერთიანი პროტესტის შემთხვევაში, მე არ ვიძახი, რომ ახლა ჩვენ გაერთიანება ან პარტიაში ვართ, ან სადმე შევართ, უბრალოდ ვამობ პროტესტის შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის ბედიღბალს ეხება საქმე, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ. რა თქმა უნდა, აღარ არის კინკლაობის და ბატონო ცალკე ყოფნის დრო, მით უმეტეს, როცა ამ ორმა პარტიამ არჩევნებში ერთად მიიღო მონაწილეობა და ეხლა აქციას ცალ-ცალკე მართავენ. არ არის, ამას საზოგადოება ცუდად ხვდება, ძალიან არ მოსწონს ხალხს ეს. ხალხსაც არ მოსწონს, დიახ. კარგით, დავასრულოთ, მგონი საკმარისია და დროთა განმავლობაში ჩვენ განვითარდებით, როცა შემომთავაზეს გადაცემის წაყვანა, ახალგაზრდების მოწვევა, გამიხარდა ერთის მხრივ, მაგრამ მეორის მხრივ მივხვდი, რომ ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო საქმე. დროთა განმავლობაში ჩვენ განვითარდებით, დავიხვეწებით, თავიდანვე ადამიანის ბუნება ეგეთია, რომ თავიდანვე უნდა ყველაფერი სწრაფად, მარტივად, მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არ არის ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა ხოლმე. მგონი კარგი ეთერი გამოგვივიდა, კარგად ვისაუბრეთ, ძალიან ბევრ საჭიროებო თემას შევეხეთ. დიდი მადლობა ბატონო დავით, ესე ამოწურავი საუბრისთვის. მადლობა თქვენ რომ მოგზანდით ჩვენთან და ეს ამ დიდ საქმეს მოკიდეთ ხელი. მე გულით გისურვებ წარმატებულ ეთერებს მომავალში და ვიცი რომ საზოგადოებასაც ახლა ეს ძალიან გაუხარდება, უნდა გინახავენ და აქ რომ იქნება ახალგაზრდული საათი და აი ეს ახალგაზრდები მომავალში თქვენ აი სწორედ თქვენ უნდა გადმოგეცეთ ესტაფეტა ჩვენი გამოცდილებით რაღაცას ჩვენს ალბათ გასწავლით, გადმოგცემთ ინფორმაციებს, ხოლო შემდგომში საქართველოს თქვენ გეკუთვნით და თქვენ უნდა ჩაებაროთ ეს ქვეყანა. კი ბატონო, და ჩვენი ეთერი დაეთმობა ხოლმე ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს ეს ეთერის დასაწყისშიც თქვი და აი დებატების ფორმატსაც ალბათ გააკეთებ. დებატების ფორმატიც ვნახოთ როგორ იქნება. საჭიროა მე ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ დებატები ცოტაა და საჭიროა განსხვავებული აზრები ადამიანებმა, მით უმეტეს ახალგაზრდებმა გაცვალონ და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ რატომღაც უფროსი თაობის ხალხში არსებობს ის მოსაზრება ძალიან ცოტა ნაწილი, მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს, რომ დღევანდელი ახალგაზრდები არ არიან საკმარისად განათლებული, ამის საფუძველიც აქვს, იმიტომ რომ განათლების სისტემა ესე არის მოწყობილი, მაგრამ ამ სტერეოტიპს ჩვენი გადაცემა დაამსხვრევს და პირობას გაძლევთ, რომ გვეყოლება ძალიან მაგარი ახალგაზრდა სტუმრები. დიდი მადლობა დაჩი, მე მგონი მაყურებელი ახლა მიხვდა რომ ძალიან კარგ ახალგაზრდასთან აქვს საქმე და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა.